ხალხმა უნდა ნახოს შენაირი სულისკაცის, ჩვენ ხელის გამოგიწოდეთ, ხული გამოგიწოდეთ და ჩემცოს ემუქრები ფული გადმორიხეთ. რატო არ მიპასუხე გუშ ტელეფონზე? რატო არ მიპასუხე? ფული ქონდა და დავაი, ხო? წიე და ვითამაში, ხო? მოგესალმებით ქართველებო. ვიცი გაინტერესებთ მიშოსთან დაკავშირებით ინფორმაციები და ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და ჩვენ სამი ადამიანი ვინც ვიყავით ყოველდღიურად მიშოსთან ერთად მოგიყვებით ყველაფერს რაც გადაგხვდა მიშოსთან ერთად თავს და რა სიტუაციაც არის. სამი მანქანა გვაჩოქეს ბიგ ქართველებმა გაახარებთ ღმერთი უშოვეთ საძინებელი აბსოლუტურად აი 100%-იანი ფეხზე დადგომის თუ რამე იყო ხო შანსი იყო თუ რამე იყო საჭირო პირველ დღესვე იმდენი მაგარი ქართველი შეგვეხმიანა და იმდენი მაგარი ერი ვართ და ერთობით ამბის ყველაფერი შეუგროვეთ. ნუ მეორე დილით წავიყვანეთ, უყიდეთ $950 ტანსაცმელი, 3-3-4 წყვილები, ყველაფერი რა, ყველაფერი, ვაფშე ყველაფერი. უყიდეთ ტელეფონი, პირველ დღეს $300 მივეცით, მერე $200 მივეცით და გუშინ, ესე იგი შაბათს საღამოს სასტუმროში დავტოვეთ. ნუ ჩვენ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებით, რომ ორ შაბათს დილას ველოდებოდით, რომ ბანკები გაიხსნება, ანგარიშები აღუდგინოთ. ხო, მაგარი ბიჭმა დარეკა და ფიშკების კომპანია აქვს და თუ გინდათ ეგრევე გამომიგზავნეთო და ამ წამსვე დილიდან საღამოთი ხელფას მივცემ უყვეო და რავი რა ამ სიტუაციაში გუშინ წინ დავტოვეთ იმაში რა ქვია სასტუმროში $400 მჭირდებაო იმაზეო ტელეფონი და ის ამაყო პლანშეტი გასაკეთებად დატოვებულიო და დილითო კაგრასო სანამ თქვენ გადმოხვალთო მანამდეო მე ამასო მოვაგვარებო. ნუ არ არის პრობლემა მეთქე ეს ფული შე რო დაარესტარეთ და იმიტომ არა და შე რო ფეხზე დადგეთ ხო და დილით გადავდივართ, დილით სასტუმროში არ ხდება, გატანილი აქვს ტანსაცმელი, გატანილი აქვს ბარგი, ყველაფერი ურეკა არ პასუხობს. ნუ აი შუა დღემდე ურეკა არ პასუხობს. გუშინ რატო არ დამენახე? მანახება რა ტელეფონი და რა ის გააკეთე, პლანშეტი. რა ტელეფონი? გუშინ ფული ხო დაგიტოვე, რა სასტუმროდან რომ მოტყან გუშინ რატო არ მიპასუხე? ტელეფონი და პლანშეტი გავაკეთე. ხო, მანახება. რომელიც შენ შეცვალე? შენ რომ მითხარი ფული ხო დაგიტოვე? შენ რომ წაიღე და სქემები შემიცვალე? სქემები შეგიცვალე? მე წავიღე შენი პლანშეტი და სქემები შეგიცვალე? ვინ წაიღე? შენ მომისმინე ძმაო, შენ არ დახმარება გინდა, შენ კრეკის წევამ გაგაგიჟა? ვინ წაიღე? ბიჭო, ვაშენ მანახე შენ ტელეფონი და პლანშეტი, გეუნებოდი მანახე მეთქი და იქ მიდევს დამალული მაქო და ფული მომეციო. შენ ატყუა რა ყოფილ ხარ, მაგრამ შენ ხალხის დაანახულის აქციელი ვერ დაინახე. მე ბიჭო, ჩემცოს რო ემუქრები ტელეფონში. მე მწეს, რომ თქვენო, ეგ ფულიო, ხვალე დილით მოხსენითო და მომიტანეთო. თქვენ ვიღაც ბალალაიკა ხო არ გონივართო რა? ფული გადმომირიცხე, ეხლავე ზელეს ჩაგიგდებდა. მე ჩემცოს ეუბნება, რომ თქვენი სახლი ვიციო და შვილებიო და თქვენო ბიჭემიო. ერთი ფაქტი ის არის, რომ ეხლა რადგან აგრესია გამოხატა, ვერ გადავდგავთ იმ ნაბიჯებს, თქვათ, რასაც შევპირდით. იმიტომ რომ და ის ეხლა მანქანა აჩუქო ადამიანს ისეც რომელიც თქვათ თვლით ჩვენ რო ეხა ისე რა თვლით რომ არ არის თქვათ ადეკვატური შესაძლოა და თან მით უმეტეს ინფორმაციები მოგვივიდა რომ ტრექსეწევა ნუ თამაში 100%-იანია ხო არ ვიცი რაღაცას გადაფხიკე რაღაცებს თამაშობს და ნუ რა მნიშვნელობა ყოველ შემთხვევაში არამიზნობრივად იყენებს თანხას და ეს თანხა რომელიც შეიძლება რომ ამ ადამიანს მივცე და არამიზნობრივად გახარჯოს მაგას ჯობია რომ ვიღაცას ისეთ ადამიანს მივცე 7 შვილიანი ბუდუში მიშო 7 შვილიანი ოჯახი ქვეჭავა 7 შვილიანი ოჯახი ერთხელ თურმე ამერიკაში ამ ბავშვს აუგროვდა 10 წლის ბავშვია აუგროვდა თუ 8 წლის არ მახსოვს აუგროვდა ფული და მაინც არ იყო ბოლომდე რეაბილიტაცია და დევს რა ამ ქალზე მიწერილი გვაქვს ხო ველოდებით პასუხს რასაკვირველია ამასაც ყველაფერს დავდებთ აბსოლუტურად $2900 დარჩენილი და ბოლო კაპიკამდე გადაეგზავნება მაგას რატო არ მიპასუხე გუშინ გაგითავდა ფული და ეხა ფული მე ჯერ რომ წერ ბიჭო რომ ეგ ფული ჩემია შენ ხალხმა შეგიგროვა შვილგადაცულმა დედებმა შეგიგროვა ფული ბიჭო რომ ფეხზე დამგარიყავი და ყველა ფეხებს დაიკიდე მარტო ფული იყო წავიდე და წავალ ბიჭო 7 შვილიანი დედა ვნახეთ ბავშვის ჯანი უჭირს და იმაზე მივცემ ამას 10 მანქანა სჭირდება ანუ უარი თქვა დახმარებაზე მანქანის ფსიქოლოგის ჩამოდიოდა ნიუ-ჯერსიდან და უარი თქვა ფსიქოლოგის დახმარებაზეც ექიმთან წავიდეთ ანალიზებზე უარი თქვა ბიჭო მიშო შენ ხო სამსახური გელოდებოდა მანქანა და ოთახი რატო გაიპარე სასტუმრო რატო არ გამოგი გუშინ არ გიპასუხეთ სასტუმროდან გუშინ არ გიპასუხეთ არის
შენ ტელეფონში მუქარები როგორ გამომიგზავნე ბიჭო შენი ხმოვანები მაქვს შენი ყველაფერი ხალხი გეძებ და ქუჩაში ხედავს ისე ბიჭო სამსახური გიშოვეთ რეებია გავაკეთეთ ბიჭო ჩაიწერე აბა რა სულიზავ ბიჭო რო ხალხმა გაიგოს რა ნაგავიხარ ბიჭო შე დავაი ახლა აკედა აგავია ის რაც მოგეცი ღმერთმა შეგარგოს ბიჭო მაგრამ მაქსული ჩემ წინ ვერ წახვალ ბიჭო ბომჟობა არის ესეთი გადაწყვეტილება ადამიანის რა მაგას რომ მიიღებს ესე იგი აქვს მას რაღაც ფსიქოლოგიური ეს გვესმის მაგრამ საქმე ის არის რომ ამერიკაში თვითონ კანონმდებლობით ისე არის რომ შენ ვერ აიწულებ ადამიანს რომ მან მიიღოს ეგეთი მსგავსი მხარდაჭერა რა ეხლა თან სავარაუდოდ მე ხა არა ვარ პროფესიონალი თავს არ დავდებ და არ ვამტკიცებ მაგრამ სავარაუდოდ ამ მოწევისგან ან რა მიზეზით ხა იმის კვლევა საკმაოდ დრო ჭირდება პროფესიონალებს მithumetes მე ვერ ვიტყვი აქვს სავარაუდოდ ხმები ესმის და ასე შემდეგ სავარაუდოდ რა იმიტომ რომ ისეთი გამოხტომები ისეთი ისინი აქ ქცევები აქ ფებერი და რაღაც ისეთ რაღაცებს იგონენ გონია რომ უსმენენ გონია რომ ვიღაც დასდევს ვიღაცა ოღონ ვითომ ეს რა ჭირდება მას ჭირდება ჩვენ არა ვართ სრულად განწყობილები მის მიმართ უბრალოდ იმის თქმა გვინდა რომ ანუ ის რა რესურსიც გამოიყო ამ ადამიანისთვის ეს წინასწარ ვიცით და საზღვრობთ რომ ეს არ მოხმარდება სწორ ფორმით რა ანუ ეს ითხოვს მარტო ფულს და არ უნდა არც მუშაობა ეს თქვენ ჩარიცხული თანხა რომ გაუთავდება და რომ გამოჭამს ამის შემდეგ წავა და ისევ დადგება ისევ დაუბრუნდება თავის ბონჟური თავიდან შეგვაცოდა 4 ჩანტა და ვიდეოები გადაღებულია ბიჭო ვიდეოები გადაღებულია ვიზმი აქ და სადმი აქ ხო გააგადაღებული კარგად იყავით сегодня აუ у вас последний დაუნახავი ხა კაი არაფერი ღვთისმინაში ტელეფონიდან დავრეკავდი ამ ტელეფონიდან კაი გაანებე თავი შიო მორჩი შიო ტელეფონიდან დავრეკავდი კაი ანა წავა ტელეფონს დავიდები იქაც ფებერის იქ ხალი შემოვიდა და ეს ტელეფონიო ვითომ გიჟია თამაშობს მამის ახლავს პიცა ვითომ გიჟია გუშინ წიწო ნორმალური იყო და ეხლა ვითომ გიჟია თამაშობს რა თავი რომ მხოლოდ მანქანას ჭირდებოდა და სამსახური და პირველი ჩემი ვიდეოც მაგას ეხებოდა რომ მხოლოდ მანქანისთვის ჭირდებოდა ფული და სამსახურის დასაწყებად და ნუ აქ ბინაც გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები უამრავი კარგი ადამიანი შემეხმიანა და მადლობა მათ რომ ესეთი დახმარების ხელი გაუწოდეს ამ ვიდეოს არ მინდა გამომჩეს მაკრინი არახამია რომელიც შემეხმიანა და მითხრა რომ 6 თვის განმავლობაში ამ ადამიანს აჭმევდნენ ასმევდნენ ფულითაც ეხმარებოდნენ მითხრა რომ ამ ბიჭს ჭირდებოდა ფსიქოლოგიური დახმარება მაგრამ ფსიქოლოგიურ დახმარებასთან ერთად ეს ბიჭი მითხრეს რომ საშიშიც არის ანუ იმ ხრივ რომ ძალადობრივ მესიჯებს იწერება იმუქრება და გუშინ დაიწყო ეს მესიჯებიც რომ ანუ მე ვიცი შენი ყველა ნაბიჯი თუ ფულს არ ჩამირიცხავ 9 საათი გაქვს დრო და ნუ ასე შემდეგ დავდება ამ სკრინებს ყველაფერს უბრალოდ ამ ბიჭმა არ მიიღო ჩვენი დახმარება ეს მინდა რომ იცოდეთ ანუ ეს მინდა რომ აღვნიშნო რომ ყველანაირი გზა მოგვიჭრა იმის რომ ამ ბიჭს ან მანქანა მივცეთ ან სახში დავაბინაოთ გაიპარა სასტუმროდან ჩვენი ყველაფერი ნაყიდი წაიღო და დაჟე მესიჯი მომწერა რომ ეს ყველაფერი გადავყარეო ანუ ის რაც ჩვენ ვუყიდეთ ხალხის აგროვებული ფულით ისე ორი დღე ჩვენ დაიდათ რო იყო საათ აი მილინკი აი ესე რო იტყვიან ბოდიშით რა აი რაღაცა ძალიან ბეჩავის როლი ითამაშა მაგრამ გაფულიან და თუ არა გუშინ ვაფშე არ გვიპასუხა გუშინ ფული გაუთავდა თუ არა დაჟე შეხვედრა არ მინდა თქვენთანო ზელეს გეტყვითო და იქ გადმომიგზელეთ ეგ ჩემი ფულიო რა და კიდე ერთხელ ვიძახი მეგობრებო ძალიან მაგარი ხალხი ვარ ძალიან მაგარი ნაცია ვარ ძალიან დიდი მადლობა ესე ყველა ადამიანმა რო გულთან მიიტანეთ გაჭირებული ადამიანის მაგრამ არა ფიზიკურად არ გამოვიდა დანარჩენი ჩიფშით ბეიზია უმეტესად და ბრაიტონზე თქვენ თვითონ გამოიტანთ ას რა ადამიანია ჩვენ თავიდანვე ემსახურებოდა ისე იხაროს ჩემაშვილებმა და ჩვენმა ქვეყანამ რაც მარტო მაგის კეთილდღეობაზე და ვერ გავაკეთეთ და დანარჩენი კიდე ის ფული რო გადაიგზავნება იმ ბავშვებთან იმ ბავშვთან თქვენი ჩარიცხული ფული აუცილებლად სიკეთეს მოხმარდება მე ისეთმა ხალხმა მირიცხა და ისეთ ხალხი გვირეკავდა რომ ეს არ დარჩება ის გადაიგზავნება 8 თუ 10 წლის ბავშვი არის და იმასაც ყველაფერს დავდებთ აბსოლუტურად